ბირისკართან მართლაც 5 პოლიციელი დამხვდა რაღაცა წარმოუდგენელი რაოდენობა ერთი ფურცლის გადმოსაცემად. ხო და გადმომცეს ეს ჯარიმის ფურცელი, რომელშიც ნათქვამია, რომ 8 თებერვლის გამო უნდა დავჯარიმდე. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ 8 თებერვალს გვიან მივედი რუსთაველზე პარლამენტის წინ, მაგრამ თქვენთანაც კარგად მოგეხსენებათ, აგერ გახსოვთ ვაჟა ექიმის ისტორია, რომელსაც საბუთი ჰქონდა, რომ მაკდონალდსში იჯდა იმის დროს და არანაირი გავლენა ამან არ იქონია საერთოდ სასამართლოზე, სამწუხაროდ ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომ სასამართლოსგან აღარაფერს აღარ მოველით, ისე როგორც სამწუხაროდ არ მოველით, რომ პოლიცია დაგვიცვავს, როცა დაგჭირდება. ფაქტობრივად ვიმყოფებით ავტორიტარული რეჟიმის ტერორის ქვეშ და ასაკურველია ეს ფინანსური ტერორი არის ერთ-ერთი ნაწილი იმ საერთო ტერორისა, რომელიც ქვეყანაში ხდება. მიუხედავად ამისა, სხვებსაც ურჩევ, რომ ჩვენ ყველამ უნდა გავასაჩივროთ ეს სასამართლოში, რაც მე უკვე გავაკეთე დღეს და საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ ეს კანონი უნდა გასაჩივრდეს ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში, უნდა მე პირადად უნდა დაველოდო ალბათ ჯერ ნახოთ როგორი იქნება სასამართლო, ვიცით ყველამ როგორი იქნება, მაგრამ მაინც ჯერ უნდა შედგეს და შემდეგ ვაპირებთ, რომ საკონსტიტუციოშიც გავასაჩივრო და არც იქიდან არ მოველით სამწუხაროდ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ეს საფეხურები ყველაფერი უნდა გავიაროთ იმისათვის, რომ ადამიანებმა ნათლად დაინახონ, როგორ უსამართლო სისტემაში ცხოვრობთ. გასაგებია, ბატონ ლაშა, თქვენ აი მიზანზე ხშირად ვსაუბრობთ ჩვენ, რომ ეს ცხადი არის დაშინება, მაგრამ პასუხს რას იღებს სისტემა? დაშინება და ამავე დროს მოგუძვა ფინანსურად პროტესტის, ხო? რაც როგორ ფიქრობთ, აი რეალურად მუშაობს ეს დამაშინებელი ეფექტი, როგორ ფიქრობთ, აი ამ რო გადავხედოთ ახლა ამ დღეების ქრონიკას კონკრეტულად, აი რისი თქმა შეგიძლიათ, რამდენად არის ეს მუშა ხერხი, რომელიც აქვს არჩეული სისტემას ამ შემთხვევაში დემონსტრანტების წინააღმდეგ სამოქმედოდ. სისტემა ცდილობს სხვადასხვა ხერხებით მოგვიდოს ეს პროტესტი. მათ შორის აი დრაკონულია პირდაპირ, წინათ 500 ლარი იყო, ახლა 5000-ია. მე რას ნიშნავს საერთოდ რუსთაველის გადაკეთება, რომელ რიგში ვიდექი მაგალითად თეორიულად რო დავუშვათ, რომ ვიღაცამ გადაკეთა, რამდენი ადამიანი შეიძლება ამისათვის დაისაჯოს და ასე შემდეგ. არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში სულ არ ჩნდება. ეს არის პირდაპირ კიდევ ერთხელ მეორე ტერორი. რასაკვირველია რაღაცა ნაწილზე საზოგადოების პატარა მცირე ნაწილზე ალბათ ეს იმოქმედებს, იმიტომ რომ 5000 ლარის გადახდა არც მე შემიძლია და არც სხვა ადამიანებს უნდა ვიყოთ რაღაცა ფონდების იმედზე, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ აი იგივე 2-3 დღის წინ შეეცადნენ, რომ არ გადაკეთებისათვის ხელი შეეშალა პოლიციას და ჩვენ დავინახეთ, რომ რამდენიმე წუთში რამდენი ასეული თუ არა 1000-ეული ადამიანი მივიდა რუსთაველზე. ასე რომ ამას საბოლოო ჯამში რასაკვირველი არ აქვს. მე ვიტყოდი ასევე, რომ ხელისუფლება ფაქტობრივად ჩიხში არ იცის როგორ უნდა მოიქცეს. არ იცის რა უნდა გააკეთოს, არის შეშინებული და ეს ძალიან კარგად ჩანს, აი ყოველდღიურად ზრდიან აი ამ ჯარიმებს, ყოველდღიურად ზრდიან სისხლის სამართალშიც ესე იგი რამდენი ხნით შეიძლება ადამიანები დაიჭირონ ამას, ესე იგი აი არის ბრძოლა რაღაცნაირად გადარჩენისათვის, რომ ვიღაცა მათ ეუბნებათ, რომ აი ამითი შეძლებენ გაანადგურონ პროტესტი და პროტესტის განადგურება ესე ადვილი არაა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, როგორც კი ძალა სიხმარე, ასევე ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში, კიდევ უფრო მეტი. ჩვენ ახლა ვნახავთ უახლოეს დღეებში დიდ მარშებს, მიუხედავად იმისა, რომ აი მართლაც მე ვიტყოდი პირუტყულ კანონმდებლობას იღებენ, რომელიც ყოველგვარი ჩარჩოდან გადის, სამარცხვინოა, აი ეს ადამიანები, რომლებიც მართლაც უცხოეთში ისწავლეს იურისპრუდენცია და აი ამას ამბობენ, რომ ეს აბსოლუტურად ნორმალურია, თუმე რომ მაგალითად თქვენს კოლეგა ჟურნალისტ როგავას ინციდენტი ყოფილა, რომ კინაღამ რა ადამიანს ხერხემალი გადაუმტვრიეს კისერი
ხო და ამას აი ესე დაცინვით ამაზე საუბრობენ, მაგრამ აქ რჩება ერთადერთი და მე მგონი უფრო მეტი ადამიანი ხედავს ჩვენ თუ არ გავაგრძელებთ ბრძოლას, აი ბოროტმოქმედა ჯგუფმა, რომელსაც ხელისუფლება ჩაიგდო ხელში, დროებით, იმედია, ისინი კიდევ ჩვენ გვამყოფებენ ისეთ სახელმწიფოში, რომელშიც უბრალოდ ცხოვრება შეუძლებელი. და ის ადამიანების, რომლებიც დღეს ამჯობინებენ, რომ ჩუმად იყვნენ და ხმა არ ამოიღონ, აი იმ ადამიანებს მინდა უთხრა, რომ აუცილებლად შეეხება მათ. აუცილებლად. მე ტყუილად არ ვასწავლი ისტორია საბჭოთა კავშირის და ძალიან ხშირად საუბრობ ხოლმე საბჭოთა კავშირზე. იქაც უამრავი ადამიანი გონათ რომ ჩუმად იქნებოდნენ, მათაც შეეხებოდა და შეხო ყველას დამლაგებლიდან მინისტრამდე. გასაგებია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონ ლაშა, დაგემშვიდობებით. ეს იყო ლაშა ბაქრაძე, სწორედ